ჩვენ არ დაგვავიწყდეს ადამიანური ღირსება, წეგა თავში ვილაპარაკე ადამიანის ღირსება გონება მიუწვდომელი ამეთქი. რატო? იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო თავის პიროვნებაში ადამიანური ბუნება, რასაც განკაცება ქვია და მარჯვენით მამისა დასვა. ამაღლდაზეც დაждდა მარჯვენით მამისა და თქვა ძე ღმერთმა, რომ მე მინდა შენც ჩემთან, ჩემს მარჯვნივ დაჯდე, როგორც მე მამის მარჯვნივ დავჯექი. ანუ ადამიანის ზის მარჯვენით მამისა. ანუ ღვთაებრივ დიდებულებაში შევიდა. როგორც ღმერთი მადლით. აი ეს არის ადამიანის ღირსება. და შენ ამისთვის ხარ შექმნილი. გესმით რა შეასაქმე? თუ ამ ღირსებას შენში რეალიზებას არ გაუკეთებ. შენ თუ ადამიანს შენში ადამიანს, რომელიც მარჯვენით მამისა უნდა იყოს ქრისტესთან ერთად, როგორც ქრისტესთანა მემკვიდრე, ჩამოაგდებ ზეციდან და დაბლა ჭუჭყში, აი ამ წნადობაში ჩააგდებ. შენ არა მარტო საკუთარ თავს შეურაცხყოფ, არამედ შენ თავად ღმერთს ამცირებ და ღმერთს შეურაცხყოფ, იმიტომ რომ შენი ბუნება უნდა განღმრთობილიყო. გესმით რა შეასაქმე? შენ უნდა ღმერთი გამხდარიყავი მადლით, ყოფილიყავი მარჯვენით მამის და შენზე იყო რა დამოკიდებული, შენი წილი მადლით ღმერთობა ჩამოაგდე და ჭუჭყში ჩააგდე. ანუ უძღები შვილი ხარ, რომელიც არჩევანს აკეთებს, იყოს არა მამის სახლში, არამედ ღორებზე უარეს მდგომარეობაში. ამიტომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს წაართმევს საღვთო ღირსებას, ის არა მარტო საკუთარი თავის, არამედ თავად ღვთის შეურაცხყოფელია. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული ერთ ადგილას, რომ შენ ხო თავისუფალი ხარ? ვარ თავისუფალი დაეთანხმები. ოღონ იცოდე, ეს თავისუფლება იმისთვის არ მოგეცა, რომ პირუტყვის სიამოვნებით იცხოვრო, ან დემონური პატივმოყვარეობით. არამედ თავისუფლება მოგეცა იმიტომ, რომ სწორი არჩევანი გააკეთო. ეს არის არჩევანი ღმერთად ყოფობისა, ღმერთად ყოფნის არჩევანი უნდა გააკეთო. ამიტომ მოგეცა. ამიტომ მართალია მოგეცა თავისუფლება, ყველაფერი შეგიძლია აკეთო, მაგრამ ყველაფერი შენთვის სასარგებლო არ არის და შენ რომ გგონია, რომ საკუთარი თავი გეკუთვნის შენ და როგორც გინდა ისე მოექცევი, რა პირუტყვსაც გინდა იმას დაამსგავსებ, სინამდვილეში ამის უფლება შენ არ აგაქვს. შენ შეგიძლია გააკეთო ეს, ეგ არის თავისუფლება, მაგრამ უფლება არ აგაქვს. როგორც ადამიანს. გესმით? და პავლე მოციქული მერე აგრძელებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სასყიდელი გადაიხადა შენში ღმერთმა, შენთვის მოკვდა, რომ შენ გამართლებულიყავი.